გამარჯობა, დღეს ვისაუბრებ საიტების დაცვაზე. მოგეხსენებათ ყველა საიტი საჭიროებს დაცვას ვირუსებისგან და ჰაკერული ერიშებისგან. არც WordPress-ია გამონაკლისი. ამიტომ დღეს მოგიყვებით პლაგინებზე, რომლებიც გვეხმარებიან WordPress საიტის დაცვაში და ასევე მოგცემთ რამდენიმე რჩევას. აქვე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს ვიდეო არის დამწყებთათვის და ამიტომ გაძლევთ ისეთ რჩევებს, სადაც არ არის სერვერთან და კოდთან მუშაობა საჭირო. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, უკვე 10 წელია ვამზადებ საიტებს WordPress-ზე და გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას WordPress ჯგუფში და YouTube არხზე. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის hosting provider კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიცინოთ domains და hosting-იც და მას აქვს ჩვენთვის 15%-იანი ფასდაკლება. დეტალებს ვიდეოს ბოლოში გაგაცნობთ. YouTube არხზე შექმნილი მაქვს პლეილისტი დამწყებთათვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გადახედოთ. თუ ვიდეო თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში და გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ სასარგებლო ვიდეო და საინტერესო შემოთავაზებები. ახლა კი მოგცემთ რამდენიმე რჩევას და ეს იქნება პირველი ეტაპი იმისთვის, რომ თქვენი საიტი იყოს უსაფრთხო. ის ტერმინები, რაც გამოყენებული არის ამ რჩევებში, შეიძლება თქვენთვის გაუგებარიც იყოს რაღაცა და თუ ეს ასეა, შეგიძლიათ ნახოთ ეს პლეილისტი, ლინკს დავდებ აუცილებლად ამ ვიდეოს აღწერაში და ყველა ის დეტალი, რაზეც ვლაპარაკობ, ძირითადად მოცემული არის ამ ვიდეო პლეილისტში აღწერაში და შეგიძლიათ გაარკვიოთ, დაუშვათ თუ არ იცით რას ნიშნავს დომენი და ჰოსტინგი, ამ ვიდეოს უყურებთ, თუ არ იცით რას ნიშნავს SSL სერტიფიკატი, აგერ არის შემდეგი ვიდეო და ასე შემდეგ. გადავიდეთ მოკლედ რჩევებზე. პირველი რჩევა არის გამოიყენეთ სანდო და ხარისხიანი ჰოსტინგი. ეს არის ალბათ ის ბაზისი, ის საწყისი, სადაც ვამზადებთ საიტებს და ის უნდა იყოს აუცილებლად სანდო ხარისხიანი და არ უნდა განიხილებოდეს სხვა ვარიანტი რა. ჰოსტინგი უნდა იყოს ხარისხიანი და სანდო აუცილებლად. შემდეგი რჩევა არის საიტზე დააყენეთ SSL სერტიფიკატი. როგორც უკვე გითხარით, პლეილისტ ჩავაგდებ, სადაც აღწერილი არის თუ რას ნიშნავს SSL სერტიფიკატი და ჰოსტინგის ტექნიკურ სამსახურს რომ მიმართავთ, უკვე გაგიწევენ კონსულტაციას, როგორი ტიპის SSL სერტიფიკატი შეიძლება იყოს თქვენთვის საჭირო, იმიტომ რომ განსხვავებები არის ამ SSL სერტიფიკატებში. WordPress-ის მომხმარებლებისთვის და ადმინისტრატორებისთვის გამოიყენეთ რთული ფასვორდები და რთული სახელები. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მესმის ძალიან ხშირად ეს დისკომფორტია მომხმარებლისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს დიდი დისკომფორტი არის ჰაკერებისთვისაც, იმიტომ რომ და ბოტებისთვისაც, ვინც ცდილობს საიტის გატეხვას, იმიტომ რომ რაც უფრო რთულია სახელი, რაც უფრო რთულია ფასვორდი, მით უფრო მეტი დრო ჭირდება მას, მეტი რესურსი იხარჯება და უკვე აქ მიდის ფიქრი იმაზე, ღირს თუ არა ამ საიტზე ამდენი დროის დაკარგვა. თუმცა მარტო ეს რა თქმა უნდა ვერ დაიცავს საიტს, მაგრამ კიდევ ერთი დაბრკოლება უნდა შევქნათ ამით. გააკეთეთ საიტის სარეზერვო ასლი. საიტის სარეზერვო ასლი უშუალოდ არ არის ახლა კონკრეტულად დაცვასთან არანაირ კავშირში, მაგრამ თუ საიტს რამე დაუზიანდება, თქვენ გექნებათ საიტის სარეზერვო ასლი გაკეთებული და ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ უფრო ადვილია და საუკეთესო ვარიანტი და გადაწყვეტილება არის, რომ უბრალოდ აღვადგინოთ საიტის სარეზერვო ასლიდან, ვიდრე დაუშვათ ვეძებოთ რაშია პრობლემა და მე შემდეგ ამ პრობლემების მოგვარების გზები ვეძებოთ. თუმცა ვინც ვისი სპეციალობაც არის დაუშვათ საიტების დაცვა და ვირუსების გამოვლენა და ჰაკერული ერიშების კონტროლი და შესწავლა, ხო მათთვის ეს რა თქმა უნდა საინტერესო იქნება, მაგრამ თქვენ რადგან ესეთი ტიპის სპეციალისტი არ ხართ და თქვენი მიზანი არის რომ საიტი მუშაობდეს, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება რეგულარულად გააკეთოთ საიტის სარეზერვო ასლი. განაახლეთ WordPress-ი და პლაგინები და თემები. ეს უკვე ნამდვილად შეხებაში არის უსაფრთხოებასთან, იმიტომ რომ ის კოდი, რომლითაც დაწერილი არის WordPress-ი, ის პლაგინები, რომელსაც ვიყენებთ ან თემები, ამ კოდის შესწავლას აკეთებენ ეს ბოტები, ჰაკერები, არ ვიცი, მოკლედ ის ყველა ცოცხალი თუ რეალური თუ არარეალური არსება, ყველა ცდილობს ამ კოდის შესწავლას და ამ კოდში იპოვოს სუსტი წერტილები. როდესაც ხდება განახლება, ამ კოდში ეს სუსტი წერტილები უკვე
შესწავლილი არის ამ ადამიანების მიერ, ვინც მუშაობს WordPress-ზე, პლაგინებზე, თემებზე და ყველა ცდილობს, რომ მისი კოდი იყოს უნაკლო. რა თქმა უნდა, ეს უნაკლო არ გამოდის როგორც წესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუმჯობესება კოდის პერიოდულად ხდება. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს საიტის პერფორმანსზე, საიტის სწრაფად მუშაობაზე, ხარისხიანად მუშაობაზე. ასე რომ აუცილებლად განაახლეთ WordPress-ი, პლაგინები და თემები. დააყენეთ უსაფრთხოების პლაგინი და დააკონფიგურირეთ ისე, როგორც ეს თქვენ გჭირდებათ. ამ პლაგინებს რამდენიმეს მიმოვიხილავ, გაჩვენებთ რამდენიმე პლაგინს და კონფიგურაციას რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, გაჩვენებთ მარტივ კონფიგურაციას, რომელიც უკვე დაიცავს თქვენ საიტს, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ძალიან ძლიერი დაცვა, მაგრამ აქ ძალიან ისეთი მომენტია, რომ ის დეტალები, რაც შეიძლება მე გაჩვენოთ აი ძლიერი დაცვის მხრივ, შეიძლება გაპრობლემდეს თქვენ საიტზე, ამიტომ ესეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. აუცილებლად მინდა ესეც გაითვალისწინოთ, მაგრამ ის მინიმალური დონე რითაც შეიძლება დაიცვათ საიტი, ის გავაკეთოთ. თუმცა შემდეგ მე უკვე მომავალში, რა თქმა უნდა, თუ დაინტერესდებით და ეს, რა თქმა უნდა იყოს თქვენი ინტერესის სფეროც, შეგიძლიათ ცალკე შეისწავლოთ დოკუმენტაცია და პრემიუმ პლაგინს თუ შეიძენთ, ფასიან პლაგინს თუ შეიძენთ, უკვე ამ პლაგინის ავტორებთანაც შეგიძლიათ, ამ პლაგინის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურთანაც შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, თუ რა მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, რა კონფიგურაცია შეიძლება გამოიყენოთ და როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს პლაგინი ისე, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი გამოდგეს და თანამედროვე დროს საიტის დაცვაც მოახერხოს. მინდა გაჩვენოთ რამდენიმე პოპულარული პლაგინი თქვენი საიტის დაცვისთვის და რამდენიმე დეტალიც განვიხილოთ და ერთ-ერთ მათგანს დავაინსტალირებ და უფრო შედარებით დეტალურად განვიხილოთ. ესე იგი, ერთ-ერთი პლაგინი არის WordFence-ი, ეს არის მეორე პლაგინი Sucuri, მესამე პლაგინი Solid WP და All-in-One Security. ამ პლაგინებს აქვთ ფასიანი ვერსიაც და უფასო ვერსიაც და რა თქმა უნდა ფასიანი ვერსია განსხვავდება იმით, რომ უფრო მეტი ფუნქცია აქვს საიტის დასაცავად და ამ ყველაფერს დამატებული ამ პლაგინების ტექნიკური სამსახურიც გაგიწევთ მხარდაჭერას და შეიძლება დავუშვათ საიტის დავირუსების შემთხვევაში დაგეხმარონ მის გაწმენდაშიც და ფაილების აღდგენაში. მაგრამ აქ მინდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ ამ ყველა პლაგინის დაყენება არ შეიძლება, უნდა დააყენოთ მხოლოდ ერთადერთი, მხოლოდ ერთი უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პლაგინები ერთმანეთს შეუშლიან ხელს და საიტის მუშაობას შეაფერხებენ და შეიძლება საერთოდ გაითიშოს კიდევაც საიტი, ესეთი რამეც შესაძლებელი არის. ამიტომ გადახედეთ პლაგინებს, შეიძლება საერთოდ სხვა პლაგინიც ნახოთ, არ არის მნიშვნელობა, შეიძლება რაღაცა სხვამ გაგიწიოთ რეკომენდაცია და ის უფრო მოგეწონოთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაცა მინიმალური დაცვა მივცეთ ჩვენს, რაღაცა მინიმალურად დავიცვათ ჩვენი საიტი, ერთ-ერთი ამ პლაგინთაგანი, თუნდაც მათი უფასო ვერსია უნდა დავაყენოთ. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ აი ამ პლაგინს All-in-One Security-ს და იმ სეტინგებს, იმ კონფიგურაციას გავუწერ, რასაც თვითონ უწევენ რეკომენდაციას მინიმალური დაცვისთვის. რას ნიშნავს მინიმალური დაცვა და რატო ვაკეთებ ამას, რატო არ ვაკეთებ სიღრმისეულ განხილვას და რჩევას და რეკომენდაციის საიტის დაცვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა საიტს აქვს თავისი რაღაცა ისის განმასხვავებელი და ისეთი პლაგინები შეიძლება იყენოს, ისეთი ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს, რაც სრული ჩართვით დაუშვათ პლაგინების დაცვისთვის არსებული პლაგინების სრული კონფიგურაციის გაწერით შეიძლება რაღაცა ფუნქცია გაითიშოს საიტზე, ამიტომ ესე უბრალოდ ყველაფრის ჩართვა არც შეიძლება და ზუსტად ეს არის მიზეზი, თუ რატომ აქვს ეს კონფიგურაციის გაწერის და სეტინგების გაწერის ფუნქცია ამ ყველა პლაგინს, იმიტომ რომ რაღაცას ჩავრთავთ, რაღაცას გამოვrთავთ, შეიძლება იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ არ ვიყენებთ რაღაცას, ის აუცილებლად უნდა იყოს დაბლოკილი, დახურული, რომ ამ ხრივ საიტი იყოს დაცული, მაგრამ რაღაცა ფუნქციას თუ ვიყენებთ და იმას თუ დავბლოკავთ, რა თქმა უნდა, საიტის მუშაობა შეფერხდება. ამიტომ მინიმალური დონე გავაკეთოთ და რას ნიშნავდეს იქნება ეს? ნიშნავდეს იქნება იმას, რომ თქვენი საიტი 2, 3, 4 საფეხურით უფრო
გაძლიერდება, უფრო მაღლა დადგება, უფრო დაცული იქნება. და გადავიდეთ პლაგინის ინსტალაციაზე, ამისთვის გადავიდეთ პლაგინებში. დავკლიკოთ ახალი პლაგინის დამატებას. აქ ჩავწეროთ security. პირდაპირ ამ პლაგინის დასახელება შეიძლება ჩავწეროთ, მაგრამ მინდა გაჩვენოთ აი ამ პლაგინები, რაზეც ახლა მქონდა საუბარი, მათი უფასო ვერსიების შესახებ, სადაც შეიძლება ნახვა მეტი ინფორმაციის. აი აქ არის WordFence, რომელიც ვახსენე, ეს all-in-one security, რომელიც უნდა დავაყენოთ. ეს არის Solid WP და ეს არის Sucuri. აქვე არის Jetpack-ი, რომელსაც აქვს WordPress-ის სტანდარტული დაცვაც, საიტის სარეზერვო ასლიც და სიჩქარის ოპტიმიზაციაც, მაგრამ ამასაც აქვს ფასიანი და უფასო ვერსიები, ასე რომ გადახედეთ ამასაც თუ საინტერესო იქნება თქვენთვის და ჩვენ ამ მომენტისთვის გადავიდეთ ამ პლაგინის ინსტალაციაზე all-in-one security. ესე იგი, გავააქტიუროთ. აი აქ მარცხენა მხარეს აქტივაციის შემდეგ მარცხენა მხარეს გამოჩნდება აი ესეთი ნიშანი და გადავიდეთ დეშბორდზე. და ნახეთ, მე ხლა ამ მომენტისთვის გვაჩვენებს, რომ ჩვენი საიტის დაცვის ქულების მიხედვით თუ შევაფასებთ, არის 50. მაქსიმალური, რაც მიღწევადი არის ამ პლაგინით, არის 605. ხვდებით ხო, რამხელა სხვაობა არის. და რამდენი სეტინგები იქნება გასაწევი და გასათვალისწინებელი და აქვე ისევ გავიმეორებ, რომ მარტივ სეტინგებს და მარტივ კონფიგურაციას იმ მიზნით გავწერთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ ყველა საიტი განსხვავდება, ყველას თავისი მიდგომა ჭირდება, რაღაცა ფუნქციის გათიშვამ შეიძლება დაიცვას ერთი საიტი და მეორე საიტისთვის შეიძლება მუშაობა შეაფერხოს და საერთოდ ესეთი დაცვა არ გვჭირდება, რა თქმა უნდა, საიტი თუ ვერ ვამუშავეთ, დაცვაში ეგარ ჩაითვლება. აქვე გვაქვს ჩვენ დეშბორდზე გადასვლისას ქვევით რო ჩავსკროლავთ, აქ არის ის რეკომენდაციები, აი როგორც აქ უწერიათ, მინიმუმ აი ესენი უნდა იყოს გაკეთებული და გააქტიურებული მწვანე ფერში ეს ყველაფერი, იმისთვის რომ მივიღოთ საიტის მინიმალური დაცვა თან ისეთი, რომელიც საიტის უმეტესი ნაწილისთვის მისაღები იქნება და არ შეაფერხებს მის მუშაობას. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც გირჩევთ ყოველთვის, რომ აი ესეთი ტიპის და მსგავსი ტიპის პლაგინების დაინსტალირებისას აუცილებლად გქონდეს თქვენი საიტის სარეზერვო ასლი, იმისთვის რომ თუ დაუშვათ რაღაცა არ წავიდა ისე როგორც დაგეგმილია, რომ შეგვეძლოს ამ სარეზერვო ასლიდან ჩვენი საიტის აღდგენა. სარეზერვო ასლის შესახებ მაქვს აი ამ ვიდეოში საუბარი, აი აქ, რას ნიშნავს საიტის სარეზერვო ასლი და ნაჩვენები მაქვს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საიტის სარეზერვო ასლის გაკეთება. დავუბრუნდეთ ჩვენს პლაგინს და აი აქ პირდაპირ დაკლიკვისას ამ წითელ რგოლებზე დაკლიკვისას შეგვიძლია გადავიდეთ იმ ფუნქციაზე, რომელიც უნდა გავამწვანოთ, ესე ვთქვათ, გავააქტიუროთ. აი მაგალითად, გადავიდეთ Basic Firewall-ში. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო დაცვა გავააქტიუროთ ჩვენი firewall-ისთვის. Firewall-ი ეს პირდაპირ გადავთარგმნოთ, ცეცხლოვანი კედელი არის და წარმოიდგინეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ვირუსებისთვის, ხო? ანუ ამ კედლის იქეთ ვერ უნდა გავიდნენ წესით, ხო? ესე იგი, დავკლიკავთ აი აქ. არაფერში აღარ აქ შეიძლება ჩამოვშალოთ ინფორმაცია, მივიღოთ რაზე არის საუბარი, რა გაკეთდება, მაგრამ ეს უკვე მერე შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ რაზეა საუბარი. დავკლიკავთ აი აქ, ამასაც გავააქტიურებთ და აი ამ ფუნქციასაც გავააქტიურებთ, დავასეივებთ. გადავიდეთ ისევ დეშბორდზე და შევხედოთ, რომ ქულების რაოდენობა მოიმატა 80-მდე და აქვე ნახავთ იმას, რომ ეს ღილაკიც Basic Firewall-ი ესეც გამწვანდა. გადავიდეთ PHP file editing-ზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საიტის ნაწილები, რაღაცა დეტალები შედგება PHP ფაილებისგან და მათში ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, ჰაკერებმა და ბოტებმა და ვირუსულმა პროგრამებმა ვერ უნდა შეძლონ. ამისთვის ჩვენ აი აქ ამას გავააქტიურებთ. ეს წაშლის სტანდარტულ ფაილებს readme HTML-ს, license.txt-ს და WP config-ის სატესტო, ესე ვთქვათ, ვერსიას. ამათი
ყოფნა თითქოს ესე პირდაპირ უშუალოდ არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, მაგრამ აქ შეიძლება ნახონ რა ვერსია არის ამ ტექსტის მიხედვით, ამ ფაილებში არსებული ტექსტის მიხედვით შეიძლება ნახონ რა ვერსია არის ჩვენი WordPress საიტი და შეიძლება მაგის მიხედვით მიხვდნენ რა ურჩევნიათ, რომ როგორი ტიპის იერიში მიიტანონ საიტზე. აქ დავკლიკოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საიტზე არსებული სურათების გამოყენებას ვკრძალავთ სხვა რესურსზე. ეს ნიშნავს რას? თუ დააკოპირებენ და წაიღებენ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი არის და ამას ვერ აგვიწალავთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი საიტები პირდაპირ ლინკით წამოიღებენ ხოლმე სურათს, ანუ თავისთან არ დებენ სურათს, არ ტვირთავენ თავის სერვერს, არ იყენებენ თავისი სერვერის რესურსებს, არ ხარჯავენ, მაგრამ ხარჯავენ ჩვენსას. ამიტომ ამას ჩვენ დავბლოკავთ, ჩვენი სერვერის და ჩვენი ჰოსტინგის რესურსები ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ და არავინ სხვამ. და თვითონ ეს ფუნქცია PHP ფაილის ცვლილების შეტანის აკრძალვა. ამასაც ესე დავასეივებ. დავუბრუნდეთ dashboards. შევხედოთ, რომ კიდევ მოიმატა დონემ და უკვე 100-მდე ავედით, წარმოიდგინეთ, რა, საერთოდ დაუშვათ არაფერი არ იყო, მაგრამ პლაგინის დაინსტალირებით და მინიმალური ფუნქციების გააქტიურებით უკვე რაღაცა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი საიტის დაცვა, რაც ძალიან კარგია. აი აქ გადავიდეთ, აქ მქონდა საუბარი იმაზე, WordPress-ის ვერსია უნდა დაიმალოს, ეს იმისთვის უნდა დაიმალოს, რომ აქ დავკლიკავ ბარემ ამას, იმისთვის უნდა გაკეთდეს ეს, რომ ვერ გაიგონ, ანუ WordPress-ის სხვადასხვა ვერსიებს შეიძლება ქონდეს რაღაცა პრობლემა და ამიტომ არის, რომ სულ ცდილობენ მის გაუმჯობესებას, სულ ცდილობენ მის განახლებას, მაგრამ თქვენ თუ ძველი ვერსია გიყენიათ და იმ ძველ ვერსიას აღმოჩნდა, რომ ქონდა თურმე რაღაცა პრობლემა და ეს თუ არ განაახლეთ და თუ არ შეცვალეთ, და ჰაკერებმა ნახეს, რომ აი ეს ის ვერსია, რომელიც პრობლემური იყო და ამ ადამიანს ეს უყენია ამ საიტზე, ეს არის გამოყენებული, მაშინ მათთვის უფრო გამარტივდება საქმე, ანუ პირდაპირ კონკრეტულად ამ სუსტი წერტილის ეს გამოყენებას დაიწყებენ, პირდაპირ აქ დაიწყებენ თავის იერიშს და არა დაუშვათ თუ არიციან, აი მაგალითად ამ შემთხვევაში ახლა არიციან მათ საიტის რომელი ვერსია გვიყენია და აი უნდა ეძებონ რომელი ვერსია, რომელი ვარიანტია იერიშის რომელი ვარიანტი ჯობია გამოვიყენოთ და რა შეიძლება გაკეთდეს და მოკლედ ვურთულებთ საქმეს. გადავიდეთ ვნახოთ. აქ ჩვენ გვაქვს უკვე 115-მდე ავედით და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭა აი ეს ამას გავაკეთებ და აი ამას აღარ გავაკეთებ და აგეხსნით რაშია საქმე. ესე იგი, login lockout ნიშნავს იმას, რომ თუ დაუშვათ ადამიანმა რამდენიმეჯერ ამ შემთხვევაში 3-ჯერ თუ შეიყვანა password-ი 5 წუთის განმავლობაში, ის დაიბლოკება 60 წუთით და მოკლედ ეს დეტალები ყველაფერი უნდა ნახოთ, გადახედოთ, რომელი როგორ გირჩევნიათ, რატომ არ არის პირდაპირ სტანდარტულად გააქტიურებული. ხამ სტანდარტულად როგორც არის გავააქტიურებ, მაგრამ თავიდანვე რატომ არ არის ეს გააქტიურებული. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არ გაწყობდეთ, რომ დაუშვათ თქვენმა თანამშრომელმა ბლოკი მიიღოს და დაუშვათ ორი თვე ვერ შევიდეს საიტზე. ხო, ერთ-ერთ საიტზე მასე მიყენია ზუსტად, რომ ორთვიანი ბლოკი, მაგრამ აქ საქმე რაში არის? მე კი არ ვუშლი მათ მუშაობაში ხელს, არამედ მე სულ ხაზზე ვარ და ამიტომ ვიცი, რომ ისინი დამიკავშირდებიან და მაქსიმუმ რაღაცა დროის განმავლობაში მე უკვე შემეძლება რომ გავააქტიურო წვდომა და შეუძლიათ ამ ადამიანებს შესვლა. მაგრამ ამავე დროს ორი თვით არის დაბლოკილი ის ბოტი იქნება თუ ჰაკერი იქნება თუ მოკლედ ის IP მისამართი, საიდანაც ცდილობდნენ საიტის გატეხვას. და ესეთი ერიშები რადგან ბევრია, რადგან ყველას ესე ვერ ვაკონტროლებ და უფრო მირჩევნია, ანუ ესეთ შეთანხმებამდე მივედით, რომ საიტი დაიბლოკოს და მომწერენ მე რომ დაუშვათ დავიბლოკეთ და მე რაღაცა დაუშვათ 1 საათში, 15 წუთში ან რაღაცა პერიოდში შემიძლია რაღაც გონივრულ ვადაში შემიძლია გავააქტიურო და მივხვდით, რომ ეს ვარიანტი ჩვენთვის მისაღებია. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სრულებით მისაღები არის, რომ დაუშვათ დაიბლოკოს ადამიანი 5 წუთით, პირველი დაბლოკვა და ამ 5 წუთის შემდეგ კიდევ თუ განმეორდა არასწორი შეყვანა password-ის, მერე გახდება ამ შემთხვევაში აქ 3-ზე მრავლდება 15 წუთი გახდება, მერე კიდე და ამასობაში ბოლოს და ბოლოს საიტის ადმინისტრატორმა უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს ყურადღება და
დაუკავშირდეს დაუშვათ იმ ადამიანს, რომ დარწმუნდეს ნამდვილად ეს ადამიანი ცდილობს შესვლას თუ მისი სახელით ცდილობს სხვა ვინმე შესვლას. მოკლედ ეს ფუნქცია გავააქტიურეთ, ამ ფუნქციასთან დაკავშირებით გადახედეთ ამ დეტალებსაც, თუმცა ეს მინიმალური სეტინგებიც, როგორც გითხარით, უკვე გააძლიერებს საიტს და შევხედოთ ახლა ჩვენ გვაქვს უკვე 135, რაც საკმაოდ კარგია და აი ამ პუნქტს რაც შეეხება, აქ თავს შევიკავებ რატომ? იმიტომ რომ აქ არის ლინკი, ანუ უნდა შეიცვალოს ლინკი, რომლითაც თქვენ შედიხართ აი ამ საიტის მართვის პანელში. ეს ლინკი შეიძლება თქვენ დაგავიწყდეთ და ნუ აი რატომღაც ვფიქრობ, რომ უბრალოდ გაჩვენებთ ამ ფუნქციას. აქ შეიძლება დავუშვათ ჩვენ ახლა სტანდარტული გვაქვს აი ეს, ანუ საიტის დასახელება და მერე wp-admin. აი ესე შევდივართ ჩვენ საიტებზე, აი ძირითადად აი აქ წერია, ნახეთ, აი ამას წავშლი. აი ეს არის ძირითადი სტანდარტული ლინკი, რითაც შევდივართ საიტის მართვის პანელში. მე რო აი აქ გადავარქვა და დავუშვათ დავწერო admin 2, უკვე აი ამით ვეღარ შევალ. მაგრამ ამის გამოყენებას ესე უბრალოდ არ გირჩევთ, კარგად გადახედეთ, კარგად გაიაზრეთ, კარგად გაივარჯიშეთ, ან დავუშვათ სატესტო საიტზე გააკეთეთ და უკვე შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ და მაგალითად არ არის აუცილებელი VP admin ერქვა, შეიძლება საერთოდ სულ სხვა რაღაცა ისეთი, რაც საიტის შესვლასთან არ არის კავშირში ისეთი რამე დაარქვათ, რაც უფრო დააბნევს, რა თქმა უნდა, ბოტებს და ჰაკერებს. მოკლედ, სულ ეს არის რის ჩვენებაც მინდოდა, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ საიტის, ესე იგი ჩვენ თავიდან მქონდა მე მგონი 50 და ავიდით 135-ზე. მე მგონი მშვენიერია. და ახლა მინდა მოგიყვეთ დაპირებული 15%-იანი ფასდაკლების შესახებ, რომელსაც ჩვენი სპონსორი კომპანია ProService გვთავაზობს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დომენიც და ჰოსტინგიც. მაგალითისთვის თუ შეიძენთ, თუ გადაწყვიტეთ, რომ შეიძინოთ 420 პაკეტი და ეს თანხა არის წელიწადში გადასახდელი, თქვენ გექნებათ დომენი უფასოდ და თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს VLADIMIR-KV15, კიდევ 15% დააკლდება ამ თანხას და 420 ლარის ნაცვლად 357 ლარად წელიწადში თქვენ გექნებათ 420 ლარიანი პაკეტი და 50 ლარიანი დომენი აი ამ ფასში. მე მგონი მშვენიერი შემოთავაზება არის და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ProService კიდევ კარგ შემოთავაზებებს გაუკეთებს ჩვენს არხს. წარმატებებს გისურვებთ.